წმინდა თეოდორე სტუდიელი, ხუთშაბათსა მეექვსესა შვიდეულისასა, დიდისა მისთვის დღისა და გამოჩინებისა, დიდისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. გვაკურთხენ მამაო, ძმანო და მამანო, აჰა ესერა 40 დღეთა დასასრული მოიწია. მოვედით და მივსცეთ დიდება ღმერთსა, რომელმან ღირს მყნა ჩვენ ამათ სრულყოფად და განმაძლიერნა ჩვენ ღვაწლთა მათთვის განჩინებულთა მოღვაწებად. აჰა ესერა შრომა წარხდა, არამედ სასყიდელი ჰგიეს, ხორცნი განკბდეს, ხოლო სული განვრცნა. აწ უკვე ვილოცოთ მშვიდობით ხილვად და თაყვანისცემად ცხოვრების მომცემელთა ვნებათა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესთა და ნათელით შემოსილ სააღდგომასა და უკანასკნელისა მისთვისცა დღისა მოვიხსენოთ და ზოგადისათვის ყოველთა აღდგომისა, რამე თუ ფრიად სარგებელარს ყოვლადვე ხსენება დღისა მის. მოვედით ძმანო და აღუთქვათ აღთქმაი ცხოვრებისა უკანასკნელისა მისთვის დღისა. მოვედით და დავეგნეთ ღვთისა პირველ მოწევნადმდე დაუგებელსა მას ჟამსა სიკვდილისასა, რამე თუ იტყვის ვითარმეთ, არა არს ვინ სიკვდილსა შინა მოგიხსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთ ჩინა ვინ აღგიაროს შენ. მივხედნეთ ძმათა ჩვენთა დღითი დღე წარტაცებასა, განვიცადოთ ამაოებაი ამის ცხოვრებისა, გულისხმავყოთ რამე თუ დაკლად მიახლებულ ვართ ვითარცა ცხოვარნი, რომელნი დღეს ვართ და ხვალე არა. აჰა ესერა წარტაცებული იქნა ძმაიცა ლიბერიოს და ფრიადლ მობიერყო გლახაკიცა ესე სული ჩემი დაძინება მან მისმან. რამე თუ იპოვა ვითარცა იტყვიან მეხსეულად აღსრულებული სენაქსა შინა და მიყრდნობით მდებარე სახედ მძინარისა და მისი აღსასრული ესრეთი იქმნა. ხოლო ჩვენი თუ ვითარ იქმნას არა უწყით, ანუ თუ ვითარითა სიკვდილითა მოუკვდეთ არა ვიცით, გინა თუ მეხსა შინა, გინა თუ შემდგომა ცნეულებისა, გინა თუ ხმელსა ზედა, ანუ თუ ზღვასა შინა, გინა თუ მარტოებით, გინა თუ ძმათა თანა, რამე თუ ვინსცნა გონებაი უფლისა, ანუ ვინ თანამზრახველ ეყო მას, რათა მცას ცნა დღე და ჟამი და სახე თვისისა აღსრულებისა. რამე თუ ჭეშმარიტად საშინელ არს ძმანო ჩემნო სასჯელი სიკვდილისა და საზარელ არს შევრდომა ხელთა შინა ღვთისა ცხოველისათა. ამისთვის გევედრები მარადის ვზრუნვიდეთ, მარადის ვიღუწიდეთ, მარადის საღმრთოთა მცნებათაებრ ვშურებოდეთ. პატივცემული იქმნაო იტყვიან, იგი ვინმე მით რომლით ამე პატივითა და სხვაი გამდიდრდა და სხვა გამეფდა და რაი არიან ესე, სიზმარ დააჩრდილ და სახეთ ოცნებისა წარმავალ, ვითარცა იტყვის, დაიძინეს ძილი მათი და არა ჰპოვეს არარაი, ყოველთა მამათა მათთა სიმდიდრე ხელისა მათისა და ყოველი დიდება კაცისა ვითარცა ყვავილი თივისა. ხოლო უკე თუ გნებავს პატივთა ჭეშმარიტთა ხატთა ხილვაი, მოვედ და იხილე, თუ ვიეთ მიიხუნეს პატივნი წარუვალნი და ქმნეს საქმენი წარჩინებულნი რჩეულთა ღვთისათა. რამე თუ რომელთამე მიიღეს მოციქულებაი, რომელთამე წინასწარმეტყველებაი და სხვათა მარტვილობაი და სხვათა მონაზონებაი და სხვათა რაღაცა თუ უმდაბლესირე, არამედ ცხოვრებისავე რომელთა სახელები არს წიგნსა მაშინა ცხოვრებისასა, რომელთა პატივი დაუსრულებელ არს და დიდება გამოუთქმელ. ამათ მივემსგავსნეთ ძმანო
და ჩვენცა ერთი რაიმე პატივის საღმრთოი მოღვაწებათა მოვიგოთ. რამე თუ უშურվել არს მადლი ღვთისა, ყოველთათვის მეძიებელთა კეთილისათა, მცირეთა და დიდთა, ბრძენთა და უსწავლელთა, ბერთა და ჭაბუკთა. ხოლო უკეთო არა მოვიგნეთ წმინდანი ესე პატივნი, არა შემიწყნარნეს ჩვენ უკვდავმან მან სიძემან საზლოსა მას ზეცათასა, არამედ დაგვიხშას და მიერითგან ვაი იყოს ჩვენ და სიტყვისაებრ უფლისა, ვითარმედ ვაი კაცისა მის, რომლისა მიერ ძეკაცისა მიეცემის. უმჯობეს იყო, არა თუმცა შობილიყო კაცი იგი. და ცხადარს ვითარმედ მიმცემელისათვის არს სიტყვა ესე, არამედ ყოვლისავე კაცისათვის, რომელმან განსცეს ცხოვრება ითვისი, ჯეროვნად ითქვას. არა ვიგონებთა გამოჩინებასა დიდისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესა. არა გულისხმავ ყოფთა საშინელსა მას განჩინებასა მარცხენით მდგომარეთასა, რომელი განუჩინოს თვალ უხვავმან მან მსაჯულმან. არა მოვიხსენებთა უშრეცსა მას ცეცხლსა და საუკუნეთა მათ და მოუთმენელთა სატანჯველთა. ჰოი ვინმე გულისხმაყვნეს ესე ყოველნი, ვინმე იქმნეს გონიერ მენავეთ მოძღვარ და წარმართოს ნავი თვისი და სული თვისი განარინოს დაუნთქმელად სულთა მათგან უკეთურებისათა და მთავართა ბნელისათა. ვინაითგან უკვე დაწყნარებული და მყუდროი ცხოვრებაი აღიღოთ მადლითა ქრისტესითა, უმეტეს მოსწრაფე ვიქმნეთ და გულსმოდგინებით თავს ვიდვათ ყოველივე მოღვაწებაი და თვითეული ასოი ჩვენი შიშითა ღვთისათა აღვიკრძალოთ. თვალნი დავაცხრნეთ უჯეროდ ხედვისაგან და ყურნი ხენეშად სმენისაგან და ენაი ძვირის სრახვისაგან, რამე თუ იტყვის ვითარმედ, რომელი ძვირსა იტყოდეს ძმისა თვისისათვის, გინას ჯიდეს ძმასა თვისა, იგი განიკითხავს სჯულსა და დასჯის სჯულსა. ხელნი აღვზრნეთ საქმედ ძალისაებრ, რამე თუ უქმისად არა ჭამაი ბრძანებულ არს. ფერხნი წარმართნეთ გზასა მშვიდობისასა, გულსა ნუ მივსდრეკთ სიტყვათა მიმართ უკეთურებისათა, ნუცავ მიზეზობთ მიზეზთა ცოდვისათა, არამედ შვენიერად და წესიერად აღესრულებოდენ ყოველივე, რათა ყოველსავე შინა კეთილად მოქალაქობდეთ და მივემთხვივნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.